სწორედ ცხოველებისა და ფრინველების სიყვარულით დაისახა მიზნად უნიკალური სახეობების მოშენება კაცმა, რომელმაც კახეთში ფერმა ააშენა. ეს ჩვეულებრივი ფერმა არ არის. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანში მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტიდან ჩამოყვანილმა ეგზოტიკურმა სახეობებმა მოიყარეს თავი. გადაშენების პირას მყოფი სახეობების გადარჩენა, ეგზოტიკური ფრინველების მოშენება და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება. სწორედ ამ მიზნით გადაწყვიტა ილია შეღელაძემ ფერმის აშენება, რომელიც გაერთიანებდა ფრინველთა იშვიათ სახეობებს. დღეს კი ლაგოდეხში დაგვხვდებათ კანადელი ხოხობი, ავსტრალიელი გედი, ინდოელი ფარშევანგი და ფრინველთა სამყაროს მრავალფეროვანი გარემო. მარიამ შანშიაშვილის რეპორტაჟი. ეს უნიკალური სახეობის შავი გედები შორეული ავსტრალიიდან კახეთში მოხვდნენ. კლიმატსაც ადვილად შეეგუვნენ და ახლა ერთი კახელი ოჯახის კარ-მიდამოშიც იწონებენ თავს. კოლხური ხოხბები, გნოვლები, ინდური ფარშევანგები, კანადური ბატები, კალიფორნიული და მექსიკური მწყერები. საქართველოში მობინადრე ფრინველებთან ერთად მთელი მსოფლიოდან ეგზოტიკურმა ფრინველებმა აქ სოფელ ჭაბუკიანში მოიყარეს თავი. ლაგოდეხის რაიონში ამ ფერმაში უკვე 20-ზე მეტი სახეობის სხვადასხვა ფორმისა და ზომის ფრინველს შეხვდებით. ეს არის კალიფორნიული წყერის პატარა, დაახლოებით არის 5 დღის გამოჩეკილი ინკუბატორში და ხდება სპეციალური ნატურით, ბრუდერის ნატურით გაზდა, სპეციალური ტემპერატურაზე და ტენიანობაზე, სპეციალური კვებით ხდება ესე დედის გაერში გაზდა. ილია შეღელაძე ფრინველებით ბავშვობაში დაინტერესდა. ზოოლოგი მამისგანაც ბევრი ისწავლა. სულ თავიდან დავიწყე კოლხური ხოხით. რვაცალი კოლხური ხოხის კვერცხი შევიძინე ზუსტად მახსოვს. კვერცხი შევიძინე, 8-ვე გავამეჩეკა და 8-ვე გავზარდე. ლაგოდეხში მცხოვრებმა ახალგაზრდამ გადაშენების პირას მყოფი ფრინველების გადაზარჩენად ფერმის მშენებლობა 11 წლის წინ დაიწყო. უნიკალურ სახეობებს ზრდიდა, უვლიდა და მერე ბუნებაში უშვებდა. დროსთან ერთად მისი ფერმაც სულ უფრო მეტად იზრდებოდა. გამიშთა უკვე ძალიან დიდი ინტერესი და მერე უკვე დაემატა კაკაბი, გნოლი, ძირითადად ადგილობრივი სახეობები, რაც ჩვენ ბუნებაში ბინადრობს, დავიწყე მაგათი მოშენება და პერიოდულად რაღაც მცირე რაოდენობას ბუნებაში უშვებდი ხოლმე რა და ეხლა უკვე ეს ფრინველების გაშვება უფრო ფართო მასშტაბით მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, მაგ საქმეშიც ჩართული ვარ და ძალიან მიხარია, რომ აი ჩვენი ქვეყნის ბიომრავალფეროვნებას ხელს უწყობ. 10 სახეობის ხოხობი მოვაგროვე. კიდე რამოდენიმე სახეობა ხოხბის, რომელიც ახლო მომავალში კიდე დავიმატებ. 11 სახეობის წყლის ფრინველი მყავს. კახეთის ჰავას როგორ ეგუებიან? კახეთის ჰავას და ზოგადად საქართველოს ჰავას მეგონი რომ ყველაფერი კარგად ეგუება და რავი ძალიან კარგად ზნობენ თავს, არ უჭირთ არც გამრავლება. ძალიან კარგად ზნობენ თავს, ანუ თუ კარგად არ ზნოს ფრინველი თავს, ის არ გამრავლდება. ესე იგი რაღა იმრავლდება. აქვს ისეთი პირობები და ისეთი ჰავა, რომ უკვე გამრავლებაზე იწყებს ფიქრს. ათეულობით ფრინველის მოვლა მისი ყოველდღიურობაა. ყველა სახეობას განსაკუთრებული მოვლა და კვება სჭირდება. ეგზოტიკური ფრინველების მოვლაში დროდადრო შვილიც ეხმარება. ეს არის ყურებიანი ხოხობი ჩინეთიდან. იშვიათი სახეობის ხოხობია, იშვიათად შეხვდებით მომშენებლების კერძო კოლექციებში და საკმაოდ ლამაზი ხოხობია, რავით რაღაც განსხვავებული. სახელიც ალბათ იქიდან გამომდინარეობს ამ სახეობას ქვია ყურებიანი ხოხობი. ბუმბულების მოყვანილობა აი ყურებთან
ისი აქვსო, თითქოს ათლაც ყურები აქვსო და ალბათ იქიდან გამომდინარე დაარქვეს ეს სახელი. ეს არის კაკაბი, მამრი კაკაბი. კოლხური ხოხბის შემდეგ ეს არის პირველი სახეობა კოლხური ხოხბის შემდეგ რაც მოვიყვანე. და ძირითადად მინდოდა გამემრავლებინა საქართველოში მობინადრე ფრინველები. კაკაბი ჩვენთან გვხვდება ბუნებაში. არც დიდი რაოდენობით, მცირე რაოდენობით გვხვდება და ოჯახებად და გაზაფხულის პერიოდში წყვილდებიან და იწყებენ გამრავლებას. კაკაბია მონოგამი ფრინველი. ძალიან ლამაზია, ძალიან კარგ ხმებს გამოცემს, ჩემთვის სასიამოვნო ამათი ხმების მოსმენა ყოველ დილას. მამრი კაკაბი თავისი ხმით და იმას დედას თავს აწონებს და ესე რომ ვთქვათ, ჭახჭახი გაუდის ყოველ დილას. არანაკლებ საპასუხისმგებლოა ფრინველების გამრავლების პროცესიც. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ყოველ 10 დღეში ინკუბაციის პროცესს ატარებს. 10 დღე ვაგროვებ, 10 დღეში რაც მოგროვდება, ყოველ მე-10 დღეს ვალაგებ ინკუბატორში კვერცხებს. ეს არის ინკუბატორი, სადაც ვახდენ ამ ჩემი ფრინველების ინკუბაციას და გამოჩეკვას. ეხლა უკვე სეზონი დასასრულს უახლოვდება. აქ ეხლა მაქვს ჩალაგებული მექსიკური მწყერის კვერცხები, კალიფორნიული მწყერის, კაკბის კვერცხები და ერთი ფარშევანგის კვერცხი. ეს იქნება წლევანდელი სეზონის ბოლო ჩეკვა. წინ დიდი გეგმები აქვს. ქვეყნის ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობის გარდა სურს, რომ ბავშვებს ბუნება სულ უფრო მეტად შეაყვაროს. ფერმა კი ტურისტულად მიმზიდველ ადგილად გადააქციოს. მოხვედი მე. შეხვალ დაიჭერ? დროშინი. გეშინია? ვერ გეშინდა ხოლმე? ძალიან დიდი ინტერესია ბავშვებიდან, მოდიან ათვალიერებენ ბაღებიდან, სკოლებიდან და სიამოვნებს, რომ ეს ჩემი ნაშრომი რომ მოწონთ და მინდა რომ უფრო ფართო მასშტაბი მივცი ამ ყველაფერს რა და მაგისტრის შრომობ და წვალობ, რამოდენიმე წელი დამჭირდება ალბათ რომ მაგას მივაღწიო რა. სურს რომ გავაკეთო კონტაქტური პარკი, რომელიც იქნება შემეცნებითი ბავშვებისთვის და ეკნებათ ბავშვებს ელემენტარული ცოდნა, რომელი ფრინველები ბინადრობენ მათ ქვეყანაში, რომ იცოდნენ იმ ქვეყნის გარეთაც, ასე ეგზოტიკური ფრინველები, ფარშევანგები, გედები, მინდა რომ მომავალ თაობას მჭიდრო კავშირი ქონდეს ბუნებასთან და იცოდნენ თუ რომელი ფრინველი რა სახეობაა, რომელ ქვეყანაში ბინადრობს და განსაკუთრებულად იცოდნენ თავის ქვეყანაში რომელი ფრინველები ბინადრობენ. სანამ კიდევ უფრო მეტი ადამიანი ესტუმრება უნიკალური სახეობებისა და ეგზოტიკური ფრინველების ფერმას, ის უკვე გადაიქცა ფრინველების სამოთხედ და სოფელ ჭაბუკიანის სავიზიტო პარათად.